ძალიან საგანგაშო განცხადება გააკეთა ამერიკულმა მხარემ ანუ საკუთარ მოქალაქეებს ამერიკის საელჩო აფრთხილებს რომ თელ რიგ სავაჭრო ცენტრებში არის საფრთხეო ბომბის აფეთქებისო ეგეთი განცხადება გააკეთეს აი ესეთი განცხადება აქვს თხოვთ სიფრთხილე გამოიჩინეთ ამერიკის საელჩოს მიიღო ინფორმაცია საელჩომ რომ თბილისში არსებობს საფრთხე აფეთქებების მოწყობის სამ სავაჭრო ცენტრში ეს არის East Point-ი გალერეა თბილისი და თბილისის სავაჭრო სივრცე და რეგიონულ ოფისებს თბილისის საელჩოს თანამშრომლებს თხოვთ რომ სიფრთხილე გამოიჩინონ არსებობს ტერაქტში მოყოლის საფრთხე. და მერე უკვე ჩვენმა უშიშროებამ გააკეთა განცხადება ერთი თქვეს რომ ცრუ შეტყობინების თაობაზე ვიკვლევთო ოღონდ ეგ ცრუ რამდენად არიან არ არის წინასწარ საიდან იციან გაურკვეველია ავიცი ხა ანუ თუ უკვე იცი რომ ეგ ცრუ შეტყობინება ესე იგი გაგირკვევია ხო ამიტომ ეგ ცოტა პანიკის არ დაშვების მცდელობას უფრო გავს ეგერთი და მეორე ჩვენმა უშიშროებამ ძალიან სამართლიანად და ესე ვთქვათ მაგ კუთხით სწორები არიან ესე ვთქვათ პრეტენზია წამოუყენეს დიპლომატიურ კორპუსს რომ ეგეთი რაღაცეები ისე ჩვენ შორის უნდა მოხდეს ეგეთი კომუნიკაცია ხო ეგ უბრალოდ სწორი პრეტენზია კი არა ეგ არის აი რეალური ლოგიკური კითხვა რომელიც იდეაში ყველას უჩნდება ჩვენც ახლა ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა თავიდან რომ შეელობდით ცალკე ხო მაშინ ეგ თქვით რომ ანუ ეს რანაირი ინფორმაცია შეატყობინეს აქაურს სპეცსამსახურებს ანუ ეს ხო ეგრევე თუ რამე უნდა მოხდეს სპეცსამსახურებს უნდა შეატყობინონ და ესეთი საფრთხე თუ დგას ცხადია სპეცსამსახურებით შესაბამის ღონისძიებებსაც გაატარებენ და ხალხსაც გააგებინებენ ანუ სურათი რა არის აი სწორი კომუნიკაციის ფორმა ხო ეგეთი არის რომ დაუშვათ ამერიკელებმა მართლა მიიღეს ეგეთი ინფორმაცია რომ ვიღაცა რაღაცას გეგმავს ხო ჩვენ უშიშროებას უნდა შეატყობინონ და თუ არის ეგეთი სიტუაცია რომ ხალხი უნდა დაუშვათ აი მოლებს მოერიდოს ეგ განცხადება უნდა გააკეთოს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებმა ანუ ნახე ეხლა სიტუაცია როგორი არის ჩემი ქვეყნის უშიშროება მეუბნება რომ არის ნერვიულო სრუგანგაშია და ამერიკის საელჩო ავრცელებს რომ მაგ ობიექტებში შესვლისგან თავი შეიკავოთ შეიძლება აგაფეთქოთ და დიდი ეჭვი ჩდება რომ დიდი ეჭვი რა ჩვენი სპეცსამსახურების გაკეთებული განცხადების საფუძველზე ნუ ძალიან მაღალია ალბათობა იმისა რომ არც გააგებინეს არაფერი ამათ ანუ ეგ სურათი გვაქვს სავარაუდოდ რომ არაფერი სულს არ უთხრეს რაღაცა ტერაქტის საფრთხეზე ლაპარაკობენ რადგან ამბობენ რომ მივიღეთ ამის შესახებ ინფორმაცია პირველი რაც უნდა ითქვას თუ რამე შეიძლება ამნაირ განცხადებაზე შევაფასოთ ხო და ის ამერიკის საელჩოსგან მსგავსი განცხადების მიმართ თუ რამე დამოკიდებულება უნდა ქონდეს ერთი ის რომ ამაზე არასერიოზული დამოკიდებულება არ შეიძლება ანუ რაღაცა სერიოზულთან გვაქვს საქმე იმიტომ რომ ფაქტია რომ მსგავსი განცხადება ამერიკის საელჩოსგან საქართველოსთან მიმართებაში არ ყოფილა მოდი დავაკონკრეტებ ანუ ადრეც იყო ხოლმე გარკვეულ საფრთხეებზე საუბარი ოღონდ ეგ საუბარი იყო ხოლმე აბსტრაქტული რომ აი მოერიდეთ ზოგადად საფრთხე არის ფრთხილად იყავით მაგრამ აი რაღაცა კონკრეტული ობიექტების დაკონკრეტება რომ აი ამ სამ სავაჭრო ცენტრში შეიძლება ბომბი აფეთქდეს ეგეთი რაღაცა არ ყოფილა თან ბომბი აფეთქდეს და მოერიდეთ ზოგადად ქვეყანაში ყოფნას არც ეგეთი არ ყოფილა იყო რომ რაღაცა დაძაბულობები მიტინგების სახით შეიძლება ქვეყანაში იყოს და მაგ მიტინგებს მოერიდეთ რაც ნუ გასაგებია რომ რაღაცა შეიძლება მიტინგებზე პრობლემები იყოს და მანდაც ბევრი კითხვის ნიშნები იყო რა მიტინგებზე იყო საუბარი მაშინ როცა მიტინგები თითქოს არ იყო დაგეგმილი და მაგაზე ბევრი გავარჩიეთ წინასწარ საიდან ბომბი ვიცი რომ შეიძლება სადღაც იყოს
და ადგილობრივ სპეცსამსახურებს საქმის კურსში არ ვაყენებ და იქიდან პრეტენზიას ვიღებ, რომ ჩვენ რატო არ გაგვაგებინეთ და ჩვენთან შეთანხმებით ამ საკითხში რატო არ მოქმედებ, თუ რა ვიცი, მაგალითად იქნებ თუ ეგეთი რაღაცა ხდება, იქნებ სპეცსამსახური იჭერს ვიღაცას და ამათ აქვთ ინფორმაცია პირობითად ვამბობ, ამათ აქვთ იქნებ ინფორმაცია, რომ ვიღაცა უნდა დააკავონ და უცებ ამერიკის საელჩო ავრცელებს რაღაც სოფლიო მასშტაბით ინფორმაციას, რომ იქ რაღაცა ხდება და ის მიიმალა. ხო? ნუ მაგის გარდა თვითონ ჩვენ ახლა სინამდვილეში გარკვეულ ანალიზს ვაკეთებთ საჯარო განცხადებების საფუძველზე. კი, აი ღია წყაროებში რაც არის, იქ გარკვეულ ლოგიკის მოპოვებას ვცდილობთ. პირველი რაც ფაქტად შეიძლება ჩვენ ახლა მივიღოთ არის ის, რომ მართლაც უპრეცედენტო განცხადება ამერიკის მხრიდან აქამდე არ ყოფილა, რომ ტერორისტულ აქტზე ასეთი მითითება შესაძლო პოტენციურ ტერორისტულ აქტზე და მეორე ხა რაც ჩვენ საჯარო განცხადება გვაქვს, ეს არის ჩვენი უშიშროების სამინისტროს რაღაც პასუხი. სადაც პირველი არის გარკვეული პრეტენზია და გარკვეული ეს უკმაყოფილება დაფიქსირებული, რომ ასე ღიად რატო საუბრობთ ერთმანეთთან, როდესაც არსებობს გარკვეული პრაქტიკით არსებული იქ დახურული კონტაქტები და უწყებები შესაბამისი და ვიცით რომ სახელმწიფოებს შორის მაგ საკითხში, ანუ ტერორისტულ საფრთხის საკითხში არსებობს კომუნიკაცია. რატომ არ ხდება მაგ გზით ჩვენთან კომუნიკაცია და მეორე სუსის განცხადებაში წერია, რომ ეს არის ცრუ რაღაც შეტყობინება. სხვათა შორის სუსის მხრიდან განცხადების ეგ ნაწილი ჩემი აზრით არის შეცდომა. და გეტყვი რატო, აი წინასწარ რო ეს საფრთხე ცრუ განგაშად გამოაცხადეს, ეგ რატო არ არის სწორი? მოდი აი განვიხილოთ ამერიკელების მხრიდან ესეთი რაღაცის თქმა ვაფშე რა მოცანას შეიძლება ემსახურებოდეს, აი მოდი ჩამოთვალოთ რა. აი პირველი ყველაზე ბადალური არის, რომ მართლა აგენტურული ინფორმაცია მოვიდათ, რომ ვიღაცა რაღაცას აპირებს და თავისი თანამშრომლების და მოქალაქეების დაცვა უნდათ. ხო, აი ყველაზე ესეთი უწყინარი, ყველაზე ნაკლებად შეთქმულების თეორიებს რო შეიცავს ეგეთი, ხო? ძალიან საეჭვია, რომ თუ ეგრეა უბრალოდ და უბრალოდ თავისი მოქალაქეების დაცვა უნდა, რატო არ ხდება ეფექტური კომუნიკაცია ჩვენ უშიშროებასთან. ეგ ხო აი პირველი კითხვა ჩდება, ხო? ანუ ეგ ვერსია, ამიტომ უცნაურად შეიძლება ესე ეჭქვეშ დადგეს. ეხა მეორე, ეს თან პარალელურად როდის ხდება, იცი, იქ ის მეგობარი აქტი მიიღეს. მაგაზე ცალკე ვილაპარაკებ. მეორე რა შეიძლება იყოს? მეორე შეიძლება იყოს ერთგვარი მესიჯი, მუქარა. მოდი აი ეგეთი ვერსიაც განვიხილოთ, ვისაც შეიძლება, ვისაც გული არ გაგიძლებთ, რომ თქვენ რას ლაპარაკობთ, ჩათვალეთ, რომ ჩემი პირადი ზურა მახარაძის ბობოქარი ფანტაზიის ნაყოფი, ეხა რასაც ყვები, რომ შეიძლება უბრალოდ ეს არის მესიჯი ჩვენი მთავრობისთვის, რომ ჩვენ სხვა ზემოქმედების ბერკეტებიც გვაქვს, ანუ მარტო NGO-ების დაფინანსება და მარტო სანქციების დადება არ შეუძლია ჩვენ მხარეს. ჩვენ მხარეს რაღაცა სხვა ზემოქმედების ბერკეტებიც აქვს, რაც ახლა ვინც ოდნავ მაინც ინტერესდება სოფლიო პოლიტიკით და სპეცსამსახურების ისტორიით, იცის რომ ყველა დიდი სახელმწიფო ეგეთ ინსტრუმენტარს იყენებს. შეიძლება უბრალოდ მესიჯია ჩვენებისთვის. კიდე ერთ არგუმენტს მოვიდა. დაძაბულობა იწია და თან ჩვენებს უთხრეს, რომ თქვენ ხო იცით ჩვენ რისი გამკეთებლები ვართ, რამე რო იყოს. ბოდიში აი ეხლა უყურებ აი განცხადებას, სუსის განცხადებას და ერთი მნიშვნელოვანი ვიზუალურად რო ჩანს დეტალია. სულ 3 აბზაციანი განცხადება, 3 მოკლე აბზაცში, პირველი აბზაცია ცრუ შეტყობინებებზე ვმუშაობთ, მეორე აბზაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ეს შინაარსი და მესამე აბზაცია მოუწოდებთ საელჩოებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ ასეთ რაღაცა სახიფათო თემებს და ჩვენთან კომუნიკაციაში იყონ. ანუ ცრუ განცხადებები, ცრუ შეტყობინებებზე მუშაობა და საელჩოზე მოწოდება, ეგ ამ ასეთ მცირე ზომის განცხადებაში
ბუნებრივად ერთ კონტექსტში იკითხება. ან ბუნებრივად ეს განცხადება სუსის იგულისხმება, ეგრე იკითხება სხვანაირად. რო წრუ შეტყობინება ამ საელჩოს გაკეთებელია. ხო, და მესამე ვერსიასაც ვიტყვი რა, ის ანამ გახილოს გადავალ. მესამე ვერსია არის, რომ ღმერთმა დაგვიფაროს შეიძლება, აი კიდევ ერთხელ ღმერთმა დაგვიფაროს და ნეტა ეგ ყველაზე აი, დაბალი ალბათობის ვერსია და ღმერთმა დაგვიფაროს კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ მოდი აი კონკრეტულ ანალოგიას მოვიყვან რა. მოსკოვში მოხდა ესეთი ტერორისტული აქტი. წინა წელს იყო მე მგონი, ხო? 2024-ში მოხდა, ეგ ოღონდ 24-ის ზამთარში მე მგონი, თუ არ მეშლება, თუ 20 ხო, კროკუს სიტი ჰოლში მოხდა ტერორისტული აქტი. როგორ მოხდა? მაგ აქტამდე 2 თუ 3 კვირით ადრე ამერიკის საელჩომ ეგეთივე განცხადება გააკეთა რუსეთთან მიმართებაში, რომ იქ ტერორისტული აქტი იგეგმება და ესეთ კონკრეტულ რაღაცა ლოკაციებს მოერიდეთ. იქ მერე შრომითმა მიგრანტებმა შევარდნენ და ხალხი დაცხრილეს და მერე გამორბოდნენ უკრაინის საზღვრისკენ, უბრალოდ გადმოკვეთა ვერ მოასწრეს და დაიჭირეს რუსებმა რა. და აი მოდი ყველაზე ცუდი და საშინელი ვერსია განვიხილოთ, რომ თუ მართლა რაღაცა ეგეთი მზადდება. და ეხლა გასაგებია რომ ვიღაც ტიპები რომლებმაც რუსეთში ტერაქტი მოაწყეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს და მერე უკრაინაში გარბოდნენ, ეგ ეხლა მარტო უკრაინის სპეცსამსახურების დონეზე რო არ არის ეგეთი რაღაცა ორგანიზებული, ეგეც გასაგებია, ხო? აი რაღაცა მსგავსი რო აქ საქართველოში ჯვარი გვწერია ღმერთმა დაგვიფაროს, აი რაღაცა ეგეთი რო მოხდეს. თქვენ თუ ხვდებით ვაფშე საქართველოში მოსახლეობის რეაქცია როგორ იქნება მაგაზე? ანუ რა, მართლა გაჩნდება კითხვა, რომ რა პოლიტიკური ამოცანისთვის შეიძლება იყოს ეგ საჭირო და აი რუსეთში რა მოხდა? შრომითმა მიგრანტებმა, შუა აზიიდან ჩასულმა შრომითმა მიგრანტებმა იქ მოაწყეს ხეცური ტერაქტი, რომელსაც მოყვა უზარმაზარი მცხვები. რომლებიც მერე ამ ტერაქტის შემსრულებლები გარბოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე და ისინი დააკავეს. ხო, ღმერთმა დაგვიფაროს და რაღაც მსგავსი რომ მოხდეს საქართველოში, გარე ძალებისგან დაორგანიზებული, რა პოლიტიკური ამოცანებით შეიძლება ასეთი რაღაცა დაორგანიზდეს ახლა? ამის ვერსიების დასახელება შესაძლებელია. კი. და ძალიან მძიმე პოლიტიკური ამოცანები შეიძლება ქონდეს, იდგეს ამის უკან და ისე რომ მისი თავიდან აცილება არ იყოს მარტივი მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ახლა ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოება. მე ზუსტად ამიტომ ამბობ, რომ არ არის კარგი აზრი, რომ წინასწარ fake შეტყობინებად გამოაცხადო ესეთი რაღაცა. არ ვურჩევ სუსის უწყებას, რომ ეგრევე უარყოს, იმიტომ რომ მე ღმერთმა არქნას, მაგრამ რაღაცა მსგავსი ცდელობაც რომ მოხდეს, ცხადია, ყველა ის არის მერე უსაფრთხოების სამსახურზე წავა. ანუ თუ ეს იგეგმებოდა თქვენ წინასწარვე რატო უარყავით. ეს ერთი საკითხი. მეორე, აი შენ რას თქვი ზურა, რომ შეიძლება ერთგვარი მუქარა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ჩვენ ეხა ამერიკის იდეალიზებას მოვახდენთ, ხო, ამერიკას მით უმეტეს ეხა რა ინფორმაციებსაც თავად ტრამპის მხარე ასაჯაროებს CIA-თან დაკავშირებით და სპეცსამსახურებთან დაკავშირებით, არაერთ ოპერაციაში პირდაპირ მიუღიათ ამერიკულ სპეცსამსახურებს მონაწილეობა, სადაც მათ შორის ეგეთი დივერსიული ტერორისტული აქტების არაერთხელ გაკეთება. კონკრეტულად ეგეთი ოპერაციების ცალკე კლასი არსებობს, ქვია false flag operation, ანუ ცრუ დროშის ქვეშ განხორციელებული ოპერაცია, ალბათ ყველაზე ცნობილი ეგეთი ოპერაცია არის ოპერაცია გლადიო, რომელიც ცივი ომის დროს ხორციელდებოდა ევროპის ტერიტორიაზე, როცა CIA-ის მიერ დაორგანიზებული ჯგუფები კომუნისტური იდეების ლოზუნგის ქვეშ ახდენდნენ პოლიტიკურ მკვლელობებს, რომ მერე იქ საზოგადოება ანტიკომუნისტური განწყობებით დარაზმული იყო, ანუ ამერიკელებს ეშინოდათ, რომ კომუნიზმი გავრცელდებოდა ევროპის ტერიტორიაზე და თვითონ ახდენდნენ
თან იმ ჯგუფებში ბევრი მართლა იდეური კომუნისტი იყო, ოღონდ არ იცოდნენ რომ მაგას კურირებდა. ეგ თან ღია ინფორმაცია, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ შეხვიდეთ ინტერნეტში და ოპერაცია გლადიო დაგუგლოთ, ნახოთ. ანუ ეგეთი რაღაცები მაგ ხალხს უკეთებია, მაგიტო ვამბობთ ჩვენ. კუბის შაქრის მოწამვლით დაწყებული, პირდაპირ ტერორისტული აქტებით დამთავრებული, გასაგებია ხა ზე სახელმწიფოებს ამის მექანიზმები და ბერკეტები აქვთ და არაერთხელ განუხორციელებიათ. მაგრამ ეს რო გვერდზე გადავდოთ, შეიძლება ეს იყოს კიდევ რისი სიგნალი, იცით, რომ ჩვენ ვფლობთ უზარმაზარ ინფორმაციებს და რესურსებს და თქვენ რო ჩვენთან არ თანამშრომლობთ და თქვენსა და ჩვენ შორის ურთიერთობები რო ფუჭდება, თქვენ ამით საკუთარ სახელმწიფოს ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აგდებთ. ანუ შეიძლება მართლა არსებობდეს ამის რაღაც ამდაგვარი ინფორმაცია, ანუ სპეცსამსახურებს მართლა გააჩნდეთ ამის ინფორმაცია, ისევე როგორც მაგალითად კროკუს სიტის შემთხვევაში იყო. ეხლა რუსულმა მხარემ და რუსულმა გამოძიებამ უკრაინის ფაქტორი თვითონ არ დაადასტურა. ეხლა ბოლოს 1 წლის შემდეგ, როდესაც გამოძიება საბოლოოდ ჩატარდა, იქ უკრაინა ოფიციალურად ამოღებული იქნა და ავტომატურად ამერიკის მხარეს, ხო? ამიტომ თვითონ იმ ტერორისტული აქტის მომწყობი ძალები ამერიკელების გარეშეც თავისთავად არსებობენ, ხო? ეხლა უამრავი ისლამისტური დაჯგუფებაა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი ეგეთი უჯრედია უყვანია და გაანეიტრალეს, მაგრამ როგორი რაღაცა იცით, ეგ შეიძლება იყოს ერთგვარი მესიჯი, რომ ჩვენს გარეშე თქვენ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ ამ თვალსაზრისით და ეხლა რომ არ დავიწყოთ ეს მოხდება არ მოხდება ღმერთმა არქნას რომ არ მოხდეს მოდი ჩვენ ეხლა პოტენციურ საფრთხეებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველოს გაივსო იმ ქვეყნების მოქალაქეებით, სადაც ტერორისტული აქტის მოწყობა მით უმეტეს რაღაც ისლამისტური დაჯგუფებები არის, ფართოდ გავრცელებული და ყოველდღიურობა. აი ნახე, მოდი მაშინ აი რაც ახლა ვისაუბრეთ, ერთი რაღაცა ფაქტის შეჯამება გავაკეთოთ რა. ჩვენ მართლა ახლა შიდა რაღაცა ინფორმაციებს არ ვფლობთ. ერთადერთი რაც შეგვიძლია აი ღია წყაროებით ოპერირება, ხო? ამ ღია წყაროების ანალიზით ერთი რა დასკვნაც შეიძლება გაკეთდეს. ამერიკის საელჩოს ეს განცხადება იმის მიუხედავად საფრთხე რეალურია თუ არა, აი შეიძლება რეალური საფრთხეა, შეიძლება გამოგონილი. მაგის მიუხედავად რა ფორმითაც გაკეთდა ეს გაფრთხილება, ისე რომ ჩვენს სპეცსამსახურებთან კომუნიკაცია არ მოხდა. ეგ აპრიორი იგულისხმება, რომ გარკვეული მუქარის და ზეწოლის აქტი განხორციელდა ჩვენზე. აი ეგ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეგ როგორც შემდგარი ფაქტი შეგვიძლია ჩავთვალოთ რა. ანუ აი ეხლა ჩვენ რატო ვლაპარაკობთ ამაზე, იგივე კითხვა დაისვა კომენტარებში, მართლა შეიძლება ვინმე წავიდეს ამაზე, რომელიმე ქვეყნების სპეცსამსახურები, ან რა პოლიტიკურ ამოცანას შეიძლება ატარებდეს ეს. ჩვენ იმისთვის ვლაპარაკობთ, რომ პოტენციური თეორიული საფრთხეები, რადგან ასეთი ხმაურიანი განცხადება კეთდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს და რადგან თეორიული საფრთხეები არსებობს, რაც უფრო გააზრებული იქნება საზოგადოების საფრთხები, საიდან იქნება მოსალოდნელი, მით უფრო ამ პოტენციურ გამოწვევების მიმართ მომზადებულები შეიძლება აღმოჩნდეთ და მდგრადობა გქონდეს ამის მიმართ, თუმცა ასეთი კოლოსალური საფრთხის მიმართ სრული მზაობა შეუძლებელია გქონდეს. და ამ შემთხვევაში პასუხი მაგაზე, ანუ ვისა კითხვები იმასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები წამსვლელები არიან თუ არა ასეთ ქმედებებზე, რა ვიცი, წასულან ისტორიაში მიდიან ხოლმე და მომავალშიც გააკეთებენ. ხო, რა მოსალოდნე არავიზე არ უნდა ვთქვათ, რომ ამაზე წამსვლელი არ არის. შეიძლება ეგ ერთი და მეორე პოლიტიკური ამოცანა რა შეიძლება იყოს, წარმოვიდგინოთ თეორიულად, ღმერთმა დაგვიფაროს და მასეთი რაღაცა ხდება. მან სერიოზული პრეტენზიები ხო დადგება ეხლა ბუნებრივად შიდა ძალიან დიდი აღშფოთება ხელისუფლების ეს ხალხია ეს გარღვეული საზღვრები რო ამ ქვეყანაში ეს ხალხი აქ რატო არის რატო შემოუშვეს ასე უკონტროლოდ ხო და ეგ ყველა მიცის
ეგ პრეტენზია რო დადგება და იქნება ძალიან მწვავე. და რა ეფექტი აქვს? კიდე აქედან გამომდინარე, სადაც ტერორისტული აქტები ხდება, ეს ტერორისტული აქტები კაცო უკავშირდება კონკრეტულ ჯიხადისტურ ისლამისტურ დაჯგუფებებს. ამას ისინი კრიშნისტები კი არ აკეთებენ და ის ბუდისტები კაცო. ისლამისტური ჯიხადისტური ორგანიზაციებია, ტერორისტული ჯგუფებია, რომლებიც აი ამ მიგრანტებთან ერთად შდებიან, კაცო. ის რუსეთშიც რა ტერორისტული აქტიც მოხდა, ის მიგრანტები იაფი მუშახელები იყვნენ, კაცო. აი როგორ ჩვენ ახლა გვისაღებენ აქ რო ეს იაფი მუშახელი კარგია, ტაჯიკეთიდან და იმიდან ყირგიზეთიდან ჩამოსული იაფი მუშახელი იყო, რომელთა ის მოხდა ისლამიზაცია, რადიკალიზაცია, რასაც ქვია, ალბათ თავის საფუძველებიც ექნებოდათ ახლა იქ. ნუ როგორც რუსები ამბობენ, ინტერნეტში მაგათ დაუკავშირდნენ ვიღაცა კურატორები. და კრიშნისტები არიან. გადააფორმატეს. თავიდანვე კრიშნისტები არიან და ისლამისტები არ გამხდარან, კაცო. ისლამური ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და ცხადია, ისლამური ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეში ისა ვახაბიზმი და ჯიხადიზმი უფრო გავრცელდება ვიდრე რაღაც სხვა კონფესიის ადამიანებში. ხო და აქედან გამომდინარე 30,000 ისლამური ქვეყნიდან ჩამოსული არალეგალი რო დადის ჩვენს ქვეყანაში და 5ჯერ მეტი ლეგალი რო დადის, რომელთა რიგებში შეიძლება ეს იდეოლოგია გავრცელდეს. ეგაა უკვე საფრთხე და ეს ხელისუფლება ვერც კი იაზრებს სინამდვილეში რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას, არა მარტო ამ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ნებისმიერმა მხარემ გამოიყენოს ეს ფაქტორი და აქ შიდა დესტაბილიზაცია მოახდინოს და მთელი საზოგადოება აყვება ამას, კაცო, აქ არავინ არ დაიწყებს, აქ ეხა ტერორისტული აქტი რო ვიღაც პაკისტანელებმა და არაბებმა მოგვიწყონ, აქ არავინ არ დაიწყებს იმაზე აქ საუბარს, ვაიმე ხალხო, ეს რა მოხდა, ეგრევე მთელი ისრები და პასუხისგებლობა წავა სამართლიანად ხელისუფლებაზე, რომელსაც წლებია უკვე ვაფრთხილებთ, რომ ნუ ჩამოყავთ ეგეთი ქვეყნებიდან მოქალაქეები, ნუ გაავსეთ ეს საქართველო ამ პოტენციური ტერორისტები